გაიცოლეთ. მოგესალმებით სულ ყველას, ჩვენზე კვლავ დადის მითები, ზოგს თურმე ისიც გონია, გამოგველევა რითმები. ჩვენო ქსოვრელო ბიჭებო, თქვენც ხომ ღერი ხართ ჩვენთანა, მოდი და ერთი შემოსხეთ, რომ გავაკვირვოთ ქვეყანა! ყოველთვის მაგრად გვემღეროს, ყოველთვის კარგად გვეყოლეთ, სეირანი და შოშიტა, გარმონისტი და მედოლე. ჩვენ არ ვიღლებით ხომ იცით, როცა ერთად ვართ, არ ვიწყენთ ხო და მონოლოგს დღეისთვის ჩვენ თბილისობით დავიწყეთ. თბილისობა რომ ჩატარდა, დავდიოდი ვაცივითა, მაგრამ ჩემთვის ჩაიარა ცარიელი ტაქსი. საპატიო მე არ მომცეს, ვერ გავსინჯეთ ხელი მწვადი და თავს ასე ვიმშვიდებდი, წადით ერჯოლაში წადით. რაღაცას ხელს გამოვკრავდი, ვისარგებლებდი მომენტით, ჩემი პირადი ნომერიც რომ იწყებოდეს 01-ით. ნაირ-ნაირი კერძებით იყოს სუფრა მოფენილი, მცხეთობისთვის შეინახეთ, თუ რავია მორჩენილი. ასეთი რამე გაჟღერდა ახლა ხან ჩვენს მერიაში, სათხილამურო კურორტი ეწყობა ბეთანიაში. ტურისტების და გიდების მალე იქნება რიგები, დროიხელთეთ და დაზეთეთ თხილამურები ციგები. მალე სულ ახლოს გვექნება თოვლი, ტრასები, მზიანი, ბეთანია კი გახდება მეორე ბაკურია. ეს რა გავიგი ახლა ხანს. ეს არის ნაღდი ფურორი. ბეთანიაშიც მოაწყვეს სათხილამურო კურორი. კურორტია, ეგა ბიჭო, რით ვერ გაგაგებინე. 100 გულისათვის რითმას პაპუჭებინე. ბეთანიიდან დაშვებულს არ შეგაწუხებს განცდები, ვაკეში თუ ვერ გაჩერდი, გორს და ხაშურსაც გაცდები, ბუნებაა თვალწარმტაცი, თეთრი თოვლი გიცქერს მთიდან, ეს კურორტი ზუსტად 1200 მეტრზე არის ზღვიდან. შედარებას გავაკეთებ. ნუ იტყვით ნამეტანია. სადღაც ერთ ლეველზე დგანან ალპები და ბეთანია. რაღაცა ცოტა შევცვლა. რა ვქნა? ეჭვი მაქვს სურდოზე. თხილამურები გაიძრე და გადავიდეთ სუმოზე. სოფლიო თასზე სუმოში ჩვენმა ბიჭებმა რა ქნეს? როგორც აღმოჩნდა თურმე ჭაჭამაჯობა საქმე. შეგვიძლია არ გავთვლი კაცი. დატრიალდით, შებრაწეთ, გოჭი, წიწილა, დედალი, ქართველმა სუმოისტებმა აიღეს 4 მედალი. ქართული ფანდი იხმარეს, მდღვირი ადინეს, დოჰიოს, ხაშლამის ძალა აჩვენეს, კიოტოსა და ტოკიოს. მეტოქეები გაგიჟდნენ, დარბოდნენ ნერვებ მოშლილი, გონიათ რომ შევაპარეთ ბრძოლაში ტოჩინოში. ბევრი ქვეყანა იბრძოდა, მაინც ქართველი მოძებნეს, იოგუძუნაც გავხდებით, ჯერ დავჯერდებით ოზეგ. იაპონელებს ამ სპორტში მოჭრილები აქვთ ჭიპები. მარა ჩვენ შეგვედრებიან, ბავშვობიდან გვაქვს ღიპები. ჩვენს ექიმებთან ბოდიში. გვაპატიეთ და შეგვიდეთ, დიეტას თუ დაგვინიშნოთ, სუმოზე უნდა შევიდეთ. სუმოისტებს მოვრჩით, მაგრამ გავაგრძელებთ კინკლაობას, ორ სტროფში მიმოვიხილავთ ჩვენი ვახოს ჭიდაობას. 55 ზიწონის ვაშკაცი თანაც რატანზე, სპარსი მეტოქე დასცა და აკოტრიალა ტატანი. ირანელს რომ ეჭიდავა, ჩვენი ლოლუა ვახტანგი, ორივე ბეჭზე დადო და ასე დაუგო ხაფანი. ასე დიდი ტრიუმფი, ხუმრობა ხომ არ გონია? 18 წლისა და უკვე მსოფლიო ჩემპიონია! მეტოქეები დაჩაგრა ეძებდა სანდო მომენტებს, ამითი მან გაუჩინა საკისრებელი ხობელი.
წარმატებები უსურვოთ, ლიდერის როლი მოერგოს, მალე იმდეს მიეღწიოს ოლიმპიადა მოეღოს. ჩემთვის შაქარი. მოკლედ, ვახტანგი ლოლუა მაგარი იყო ყველაზე. მოდი ცოტა ხნით ტრანსპორტის გადავუხვიოთ თემას. კარგი ნიუსით მოვედი, რატომ გეტყოდით აბა ცუდს და ამატებენ ქალაქში 18 მეტრიან ავტობუსს. ყველა სისინი გაუდის სახე ჩანს როგორც სარკეში, მძღოლი თუ გლდანში იქნება, ბოლო იქნება ვაკეში. რომ დააკვირდეთ შორიდან ჰგავს მატარებლის ვაგონებს, გადახდილია შენიო, კაცი კაცს ვერ გააგონებს. ამ ავტობუსში სირბილი არ არის ძმაო იოლი, ამიტომ უნდა დანიშნონ სპორტსმენი კონტროლიორი. კონტროლიორებს დაპირდნენ ღიმილით, განაგოდებით. ერთი თავიდან ბოლოში ივლიან ჰოვერბორდები. უკანა კარში აბრძანდი, გზავრობა არ გაჭირდება. მძღოლამდე რომ მიაღწიო, შიგნით ტაქსი დაგჭირდა. გზავრობის დროს აქ ვიღაცას წითელი ცკი აენთება, მე იმაზე ვნერვიულობ. მედოლეზაზა ეტევა. 100 წელში დედამიწაზე გაიგეთ თურმე რა ხდება? სოფლიო მოსახლეობა 10 მილიარდსაც გასცდება. ამ სტატისტიკის მიხედვით რამე კარგ შედეგს არ ველით 3 მილიონზე ნაკლები თურმე ვიქნებით ქართველი. მითხარით ვინმემ რა ხდება? რა ვქნათ? ღმერთს აღარ ვჭირდებით? ამ 10 მილიარდიდან მარტო ჩვენ რატომ ვცირდებით? განგაში უნდა ავტეხოთ, ყურადღებას გთხოვთ წამიერს, სულ ყველა უნდა შევეშვათ უკალო აჯიბანიებს. მთელი მსოფლიო მრავლდება, ხალხი ზედმეტად ხმაურობს. საქართველოში რაღა გვჭირ ჩვენთან არავინ ხმაურობს. ყველა ქართველში პოეტსო ზინავდა წერენ ლექსებს, რითმები ჩინეთს დაუთმოთ და ჩვენ მივხედოთ სექსს. კი ბატონო, ეს საქმე დღესვე დავიწყოთ. ამბავს შევუდგეთ ახლიდან, 9 თვეში შვილის ტირილი ისმოდეს ყველა სახლიდან. ჩვენც რომ გავმრავლდეთ ქართველნო, არ დავიღალოთ ლოდინში, დაუზარებლად ვიშრომოთ სკამზე, თაროზე, ლოგინში. კიდევ აქვს სხვა ვერსიებიც. არ დავიზაროთ, გავმრავლდეთ. ვიცი არ არის იოლი, სხვა როგორ უნდა გვაჯობოს, ჩვენც გავხდეთ 8 მილიონი. სიამოვნებაც მივიღოთ, სექსის ნება დართული და ყველამ გადავარჩინოთ ძირძველი გენი ქართული. გამრავლებაზე რჩევები ჩემო ნიკოლოზ მგონი ურიგო არ იყო. იცი 102 წლის კაცმა ფუჯის მთა როგორ დაიპყრო? გეტყვი, ყოველ დღე დილით ვარჯიში არასდროსაა ფუჭი. 102 წლის ამ დალაშქრა კაცმა მწვერვალი ფუჯი. იაპონია გვაოცებს. უბრალო ხალხს და მკვლევარებს 100 წელზე მეტხანს ცოცხლობენ და თან იპყრობენ მწვერვალებს. 102 წლისა გინახავთ თან მყინვარ წვერზე ასული? მაგხნის ხალხს ჩვენთან საფლავის ამჯერად გადაგრახეთ. ორი ხანდაზმული კაცი იყვნენ ფუჯის ზედა ზღვართან. ღმერთი ჯერ არ გეძახის და შენ რატომ მიდიხარ? რაც კი ცუდი დაგვართლია, ის იქნება მონაგონი, თუ არა გაქვს წაღებული კორსიზი და კორვალო. თანამშრომელი მარკეტში სიმღერისათვის გააგდა. რა სიძახი. ნამუშევარიც არ მისცეს, დაიკიდეს და დაადეს. ევროპის მარკეტში მოხდა? რას არ გაიგებ ამ ქვეყნად? ეთყობა უფროს შეშურდა საქმე რო ქონდა სამღერო. როცა მათხარვეზი ჰქონდათ, მუშაობას არ აგდებდა, პროდუქტის გატარებისაც კოპსაც თავის ხვით ადა. მართლა ქვის გული ჰქონიათ, თულიც არ მისცეს ერთი თვის, სიმღერის გამო გააგდეს, ალბათ მოკლავდნენ ცეკვისთვის. სუპერმარკეტის მოლარე სიმღერის გამო გააგდეს. ეგეც თქვენი ევროპა. გოგო რა დღეში ჩააგდეს. ჩვენთან კი პირიქით ხდება უნიკალური ერი ვართ. სარაჯიშვილის პარტიას აფთიაქებშიც მღერი ვართ. სოლიდარობის გულისთვის სტაფმა მას მხარი აუბა
სულ ყველამ ერთად იმღერა ჩონგურს სიმები გაუბა მეც ამ ხალხს უნდა მიუბაძო წესი იცვლება დღეიდან რა მაგის პასუხია და შენს კარგად ღირს ეირა გაგდები შიშით ეს ბედი ნეტავი ხوار დადუმდა ბიჭებო აბა შემოცხეთ ტრულაილას ფული ეთუნა სუპერმარკეტში სიმღერას თურმე სხვა წესი ქონია სადაც არასჯობს გაცლაჯობს მიასე გამიგონია ერისთვის გააგდეს ვერ ხოდები კაცი რომ გულში იღინებს მაკედან თუ გამოგიშვებს აგერჩოში დამიგირებს გოგოს გვერდი დაუდექით შეუძახეთ თანატოლებს პარალელურად შევხედოთ ჩინურ ტუროპერატორს რაც არ გვაკლია ეს არის წინვალება და ციალი ჩინელებს მოსწონთ ქართული ტურიზმის პოტენციალი შორიგზიდან ჩამოვიდნენ ხედავ მაგრად ერთობიან და ჩვენი ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან თავის საქმეს აკეთებენ ხალხიც არის მეგობრული მუშა ხელი ჩინელია ხარისხი კი ევროპული ფრენებიც პირდაპირი გვაქვს ხალხი ჩამოვა მილეთი პეკინზე გაისეირნებთ თუ მოგენატრათ ჩინეთს საცობი ვერ შეგაშინებთ და არც გველები ყანაში ერთ სოფელში ხართ იმდენი რაც ჩვენ ვართ ხელფეხები ხოდა ჩამოდით აქ გელით სხვას მომავალი გვაჩვენებს ერთი თხოვნა გვაქვს არა ვართ აქ სამუდამოდ დარჩენილ ასე ვამთავრებთ მონოლოგს არ გადავაცილებთ დოზას სიმღერის თემას აგიხსნით და ცოტა გაურევთ პროზას და სანამ პროზაზე გადავალთ შეგახსენებთ რომ ყოველ შაბათ კვირას საღამოს 8 საათზე დაელოდეთ სერიალ მიხო და მაროს ახალ სერიებს კომედი არხზე რა თქმა უნდა მიკუშა აი ახლა საკუთარ გალექსილ მონოლოგს უსმენ და მე თვითონ არ მჯერა იქ ჩინელების ტურიზმიო აქეთ 18 მეტრიანი ავტობუსებიო იქით ბეთანიის სამთო კურორტიო არა და საიდან მოვდივართ მე და შენ თუ გახსოვს შელეს რა გამახსენეს ბნელი 90-იანებიდან შემობათ ჩვენ 90-იანები თაობასაც გვეძახიან ხო ასე კი ბატონო გახსენებაც არ მინდა დაბანებელ თუ ზვახარ თავი არც მე მინდა მაგრამ რომ მახსოვს რა ვუყო აი ამაშია საქმე ხოდა ხო არ ვაჩვენო ჩვენ მაყურებელს როგორები ვიყავით ჩვენ 30 წლის წინ არ ვიყავით ჩვენ ცუდი ხალხი სწორედ აი ახლა აღმოვაჩინე ვიდეო კასეტა რომელი ვიდეო კასეტა გეტყვი აი შენი კლასელის დის შეყვარებულის მამიდაშვილების დაბადების დღეზე რომ მოვხვდით ჩანგალდა და იქ რომ ვიმღერეთ მე და შენ გავიწევ ყველა როგორ მომწონდა ის შენი ჟილეტი აბა საწყალი ბაბუა შენი სულ გადააკეთებინე ბებია შენს ხო მოვაჭრებია სახელოები და ჟილეტად გადაგება სრევნიც კი მომადგა თვალზე ისე გამიზებოდი ნახოთ რა აი როგორები ვიყავით მე და ნიკოლოზი ამ 30 წლის წინათ აფერუმ მიდი ბატონებო და ქალბატონებო, ახლა კი ჩვენს შოუში ამინდის პროგნოზის დრო დადგა, რომელსაც ტრადიციულად გაგვაცნობს ვასილ სურამელ სინოპტიკოს. ოჯახსაირა. გამოუშვით სურვილები, ვუპასუხებ ყველას თხოვნებს. ნაწილობრივ შევეხები საქართველოს რეგიონებს. მგელოდებით მეგობრებო, ჯერაც არ არის გვიანი, ამინც მუსიკით აფორმებს სეირან საპონჯიანი. ოჯახ. ჩვენ სეირანს პატივი ვცეთ. მე მგონი რომ სხვა არ მიწყენს. ამ რუბრიკის მიმოხილვას ახალ ქალაქით დავიწყებ. ოჯახზეირა ოხერი ხარ ხო იცედა გააჩერე ჯიგარო ერთ წამი გარეთ წიმსო როგორ ავთქვა
ცავად ტანე მანძრევი გალის. ბრავო ბიჭო, აქ ჩვენი აკაცო მოგერიდოს კაცის გალის. ედი ინჩარი, იძოს ამაჭაცი. ოხერი ხარა. ახალქალაქში ანძ ოხს. ახალქალაქში წირს მაგრად. მსხვილწვეთებს ყრის, თანქარი აქვს. ახლა დროა რომ ჩაუჯდეთ სომხურ სუჯუქს და კანი აქვს. შენ გენაცვალე შენა. ბორჯომისკენ გადმოვიდეთ. თუ ვენდობით ამ ჩემ მუზებს, თვითონ ამინდიც უხდება წყალთან ერთად ნაბახუსებს. სინოპტიკოსების ცნობით, ველოდებით ამით საშურს. ცაც უღიმის, მზეც პირსი ბანს, რომ გაცდები ქალაქ ხაშურს. სურამი სულ მზიანია. წვიმს ფასოჯანი. დამაცადე, სარომ შუაზე გადაიხეს, მაინც კარგა მიწვაცხადე. ჩემია დაიბიტო. გორში დაუბერავს ქარი. შევწუხდებით მთელიერი. იქნებ ცოტა ხნით გამორთოთ ის იმხელა პროპელერი, მაგის დედავატია და აღარ შეგვიძლია რა. ბუნებაც მადას აგიძრავს. ვამბობ დღეს და მithქვამს ადრეც, ცა პიურე გეგონება, რუბელი კი მოგავს კატლეტს. ასში გული გაგითბება, ყვავის კუთხე და ალაგი, ერთმანეთს რომ შეერევა ჩვენი მტკვარი და არაგვი, აქეთ სვეტი ცხოველია, ისტორიულად ძველია. უი, ბოდიში, მცხეთაზე დამიწერია. ბოდიში. გააგრძელებიდი. იგოეთში მზიანია, ხანცივა და ხანა ცხელა, მე მგონი პირველი კაცი ვარ, ვის იგოეთი ასენა. ჩასიტყვეს რავი დავიდის მოგროში, რა ვიცი მე. თბილისში დღეს შეიძლება ან მზე იყოს, ან და წვიმდეს. ისე როგორ იქნება რომ ვერ გავარტარაველიმეს მაგის დედასვანე რავი. მოკლედ ასე მოვიარე, კუთხე კუნჭულ ალაგები, კომენტარში დამიწერეთ სასურველი ქალაქები. ასეთ ამინც რომ ვაცხადებ, მხიარულობთ გული ხარობს, შაბათ კვირას კომედიზე უყურეთ მიხოს და მაროს. მე ტირა გავაკეთო მაგის დედავატა და გავაფიარე. ოჯახზე ირან. აბა სეირან, უფრო ხმამაღლა ახსირუ, სირუ. და გავედი დენდელა. ეგ არის. ვირბაცო გალბატონებო და ბატონებო, სანამ სტუმარს წარმოგიდგენდეთ, მანამდე მინდა შეგახსენოთ, კი იცით, მაგრამ შეგახსენებთ, რომ მიხოს და მაროს სერიალ, მიხოს და მაროს ახალი სერიები შეგიძლიათ შაბათს და კვირას ნახოთ კომედი არხზე საღამოს 8 საათზე. ხო არ მეშლება? ანუ რომელ საათზე? 8 საათზე. კომედი არხზე, ხო? კომედი არხზე. ახალი სეზონი. რა თქმა უნდა, ახალი სერიები. მოკლედ შაბათ კვირას კომედი არხზე მიხო და მაროს ახალი სეზონი. სწორია ნიკოლოზ? კი ბატონო, ესეც მე ვარ. ცოდნა. ახლა კი მე მგონი ჩემო პაატა მაგარი გოგო, მაგარი. დროარი გადავიდეთ ჩვენ სტუმარზე და სიამოვნებით მინდა წარმოვადგინო ეს ადამიანი, უმაგრესი ადამიანი, უმაგრესი გოგო. მოკლედ მოცეკვავე, მომღერალი, მსახიობი, თავისთავად და რუსთაველის თეატრის მსახიობი, ჩვენი და საქართველოს მეგობარი. ჩვენ გვყავს დასის ხელმძღვანელი, არაჩვეულებრივი მსახიობი, მართველი ბატონი დავით უფლისაშვილი. დიდი ხანი არ მინახავს და მას აქვს ხოლმე ასეთი შესწორება. დიახ. ძალიან გთხოვთ გამოაცხადეთ ასე. რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი კეთი სვანიძე. ბრავო. ესე იგი კეთი ვარ. არ ვიცი, აი რა გითხრათ, მე და ნიკოლოზი როცა ვისხედით ჩვენ გუნდის წევრებთან ერთად, ვარჩევდით ახალი სეზონის სტუმრებს, ნუ ერთხმად თქვით, რომ შენ
და კახა კუპატაძეს რომელიც უკვე ყავდა ისეთი ნახვები ქონდა წინა სეზონში რომ გამორიცხული იყო ჩემო ნიკოლოზი არ მოგვეწერა. მოკლედ სამთვეში ერთხელ უნდა გვესტუმროთ. მე მაქვს ესეთი წინადადება რომ სულ ცოტა ხნის შემდეგ მე დავიგეგმოთ რომ ერთად მოვიყვანოთ და ნახოთ როგორ ეს ვერსია კარგია. კი ბატონო, კეთო როგორ ახლა? მოგესალმებით, ძალიან ბედნიერი ვარ კიდევ ერთხელ რომ შეგხვდით და ყველას მივესალმები დიდი სიყვარულით რუსთავი 2-ის მაყურებელს და რა ვიცი, კარგად. სახში პატარა ხო კარგად? კარგად არის კი, გიჟია ჩვეულებრივი დამეთანხმებით ვეჟო, რომ არა ჩვეულებრივად გამოიყო. აი მე მადლობა დიდი, ძალიან დიდი მადლობა. ვიყვარხარ ძალიან. ცოტა ღელავ ხა რაღაცა ისეთი წარდგენა იყო და არ იქა და ზოგადად ჩემო პატარა რა არიცი? ადამიანი რო შემოდის ხო ხედავ მეორია კალბატონია ისე ლამაზი, მაგრამ პოზიტიური ხო არის მადლობა ხო აი ხო იცი რა პოზიტიურ განწყობას რა შემომღნავე ვთქვი რომ ყოველთვის პოზიტიური მიუხედავად ცხოვრებისეული რაღაცეებისა და ისეთი განრიგისა როგორიც დღეს რუსთაველის თეატრში კი და მიხარია რომ და ისე ჩვენ პირიქით გვიხარია რომ აი ნამდვილად გულწრფელად მადლობა რომ მოახერხეთ და მოხვედით. მადლობა თქვენ ძალიან მიხარია. ესე იგი რა გითხრა მე აღარ გავაკეთებ ბევრ შესავალს. მე მინდა შენ ფეხსაცმელების ისტორია რომ პირდაპირ. ნუ მოკლედ ნუ მოვემზადე. მოკლედ ნუ თეატრიდან ნუ სარეპეტიციოდ მჭირდებოდა ფეხსაცმელი და არა მარტო სარეპეტიციოდ, როცა რაღაცა სპექტაკლი იდგმება, ფეხსაცმელები იკერება. ნუ და სანამ შეიკერება, ნუ აი ჩვენ გვაქვს ხოლმე რაღაცა მანამდე ჩავიცვათ და მჭირდებოდა სარეპეტიციო ფეხსაცმელი მჭირდებოდა, აქ ხა დაკანონებულ უკანონობაში მაცვია ბოთფორდები. მაღალყელიანი ჩექი. ხო და სანამ შეიკერება ძალიან დიდი დრო არის ამისთვის და მეთქი წავალ ბაზრობაზე და რაღაცა ფეხსაცმელს ავარჩევ დროებით რომ მოვირგო, იმიტომ რომ მთელი სპექტაკლი დაურბიო. ცხენის მერე ისტორიაა ეგ. ის გაცდა იმის დროს რა ქვია ცეკვის დროს. ახალს კერავე. ნუ მოკლედ ჩავედი ბაზრობაზე და ნუ მემჩვევია ჩაცმა, ნუ ზამთარია რა, ცილინდრი, გრძელი პალტო, ნუ რაღაცა პატარა იტალიელი მაფიოზივით დავდივარ რა. თან სუგაც მაგაძეძი. დონაკეთი. ხო და ნუ შევედი და მოვხვდი მეგრელებთან. მეგრელების ბაზრობაა და მოვხვდი აქ და ნუ ეხა მე ძალიან კარგად ვიცი მეგრული. არაჩვეულებრივი მეზობლები მყავდა, სტუთქალაქში ვარ გაზრდილი და ნუ მეგრული ვიცი გადასარევად. კი გავყევი მეგრელს, მაგრამ მანამდე ვიცოდი. რა ვიცოდი? ორა ის მაკიხა. შევედი ახლა ამ ბაზრობაზე და ვარჩევ ამ ბევრი ჩექმებია, ზოგი აქამდეა ყელიც, ანუ არ მინდა აქამდე ყელი და ხო და ახალგაზრდა ის ხაჟია მეგრელი ბიჭია რა და რო დამინახა ეხა ამას მოგართმევთ, იმას მოგართმევთ, დაიწყო რაღაცეები და ნახე მე ჩუმად ვარ, იმიტომ რომ ვემზადები რომ უკვე აქ კომენტარები წამოვა და მე ხმას არ ვიყებ, ვიფიქრობ ძალიან ისე, იცით რა ეს ფეხსაცმელი მომაწოდეთ ის რაღაცა ცოტა ის თამაშობ აქ და ორი დედამისი ზის გვერდზე რა და ქარია მაგარი და ქარი წანწალივანს და ათენა წანწალივანს ათაკ ვაკელ რე მირე თუ იტალიერ მაფიოზე რე და იძახის ახლა ანუ გადმოვთარგმნიო ქარი უბერავსო და ესეც ვაქო წანწალებსო რა და არაფერს არ იყიდისო რა ეს გოგო ჩქიმუჩაშა მუთუნ შესაფერის ვარე ეთინა ნუ ახლა სწორად ვერ ვამბობ ანუ თან თავის შვილისთვის არ მოვეწონე პლუსამას ეს ბიჭი მირჩევს ახლა და არის ერთ ამბავში და ეს ქალი მეგრულად ნუ ძალიან ბევრ რაღაცას ყვება რა და უკვე ამეგლიჯა ნერვები რომ ძალიან დამიწუნა და ეს ბიჭი არის დაბალი წითელწმინ რაღაცა ხაჭკარი ამას მაგასადები მას რაღაცას მე არა ცუდად არ გამიგოთ ესე ტიპია და ეს ქალი მიწუნებს და ცოტა ესე ჩექმებს ვიცმევ რაღაცა მაშინ გამختارები ვიყავი უფრო რაღაცა ფორმაში და ამეშალა ნერვები იმიტომ რომ ყველაფერი მაკადრა თუ რამე იყო საკადრებო და აი ვერ მოვითვინე ასციალა ერქვა ამ კაცს ასეციალა მე ვარა ამიჩქმუს ბღოლანკ მე უთხარი დორდგვადგუნკ მე უთხარ და დორდგვადგუნკ არის დაგნაყავ თუ დაგეჯგვავ და ხალი გაგიზა და ეს ცილინდრი მოვიშორე ეს დავყარე და ხმა გავიწეწე და ჩვეულებრივი მეგრელი და
დორდგად გქონდა რუახიკეს ეს ჩექმები. ამი ეს ბიჭი რა მოიღლიავე და გაიწვე და ბაზრობაზე მარტო მე. გაჩეჩილი თმებით, ჩექმებით, სხვადასხვა ჩექმით ყვირივარ მეგრულად ბოლოხმალ. ასეთი ისტორია. იყიდე ბოლო. არც ის ასაცილო არის თორე. როგორ არა? რა ვიყიდე ცალ-ცალ ჩექმებით გამოვარდი ბოლოს გზაში ყველა გაიქცა აბსოლუტურად და დავრჩი. ეს იყო, ესე იგი, ეს შეჯგუფება. ხო, აი მრგვალი ტერიტორია და მრგვალი ტერიტორია. კაი პატარა სპექტაკლი მოვაწყე. იმ ქალის ფუნქცია ხა დედა ეს შვილი კი არაფერი არ მომხდარა და უკვე იწურე. და დამი. ანუ სამძლოსაც არჩევდა. იქო ამარჩია და არ მოვეწო. აგრები არიან. ძალიან მაინტერესებს. მე დავმეგობრდი იმ ადამიანებთან და დღეს აუ გიждდებიან ჩემზე და რო გაიგეს რომ მეგრელს გავყევი ხო ვაფშე ჭუბაზე. იმედია ის რუაშიც დაქორწინდა. ალბათ არ ვიცი. შენა ნიკოლოზ, ეხა თეატრში ძალიან ბევრი რამე ხდება ხო, ისტორიები, ეხა აქარი და რეპეტიციები ღამე 3 საათამდე და როგორც ქალბატონები უფრთხილდებიან და უვლიან უпроსწორად გარეგნობას, აკონტროლებენ წონას, შესაბამისად მამაკაცებიც ვცდილობთ. ნუ იღიმი, ჩემზე არ ვამბობ. მრავალი წლის წინ მოხდა ოღონდ ეს დავამატოთ, იმიტომ რომ მე ბევრ მაგარი. ხო, ბევრი წლის წინ მოხდა რა. ყოველ შემთხვევაში სახელს და გვარს არ იტყვის, მაგრამ ერთი მაგარი ისტორია აქვს ხა. ჩვენ რადგან თეატრში ერთად არის და მოყევი ეს თმის გადანერგვის ამბავია რა. ჩვენმა მეგობარმა გადაინერგა თმა. ნუ ეს არის 15 წლის წინანდელი ამბავი, ახალი მოსული ვარ და ნუ როგორც ყოველთვის რაღაც კრეტინობებს ვაბრეხვებ ხოლმე რა დუდუკის ისტორიის არის. დუდუკის არ შეიძლება, ნუ კახა კიდე გამოუკალი, მაგრამ კარგი ისტორიები მაქვს მასზე დუდუკის არ შეიძლება. დუდუკის არ შეიძლება. ნუ ეს მე გავიხუმრე, მაგრამ იმან სხვა ინტერპრეტაციით მოყვა. და აი ფოიეშია, ისე ფოიეში ხდება, როგორც მაშინ შემოვარდი და სისულელე დავაბერტყე. ეს დგას ეს და ნუ იცით რა არის და რაღაცა გრძელი თმა აქვს უკვე. ანუ ძალიან მოეზარდა რა და გრძელი ეს გადანერგი. ანუ 3 თვე არ არის მოსული და 3 თვის მერე მოვიდა პირდაპირ ამ სიგრძეებს რა და დგას და გაისარი რა ქვე ულვაშებს ისწორებს და რაღაცა და აი კითხებიან რომ მაშინ ახალი თემა იყო ნუ შედარებით საქართველოში თქვენთან და აიო ძალიანო გაგიჭირდაო და რაღაცა და ეს ყვება რა ძალიან რთული სიტუაცია იყო აი გაშეშებული ვიყა და ყვება ნუ აი როგორ დახატა იცი რომ გადაუნერგეს გული აი ესე ყვება რა და ხოდა შემოვარდი მე და ნუ მე სულ ყველას ანუ კარგად ვხუმრობ და თვითონაც სულ მეღადავებიან და მეც ვეღადავებია ხა და გამარჯობა მე ვთხარ დეიპუტე მაკედან და დეიკარი მაგანა აუ ატყდა ერთი ამბავი ჯერ ხო ვისად გარბოდა მეც ხო გამომეკიდა ეს პატარა დეიპუტე მაკედან დეიკარი მაგანა გოგო ეხლა იცი რას გიზამ გოგო ეხლა თეატრის ისტორია ჩვენ მეგობრებზე მოყვა ეხა კახა და დანარჩენებს კახა კუპატაძე ცნობილი კახა კუპატაძე როგორც ეკვავს და მისი ორი მეგობარი ჩვენი მსახიობი კლუბში ბექა სონგულაშვილი რომელიც აქ ყავდა სტუდენტად და ედმონდი ვერ მოვიყვა ხო და უნდა ავდგე ახლა რა უნდა მივიდეთ ედმონდი ნუ კლუბში სად ხდება ეს აღარ მახსოვს ეხა ტერიტორია და ესენი რესტორანში იყვნენ ხო და გამოიარეს ეთყობა კლუბში და ნუ კარგად არიან რა და ნუ იქ რო შედიხარ ნუ ძალიან ესეთი ხალხი არა ძალიან ცეკვავენ და საქართველოში ხო იცით რომ გასულები არიან ძალიან გასულები და კახა და ჩამოვიდე მიდი კი ნუ აი გარშემო წარმოიდგინე უსვეცკესი ხალხი რაღაც და კახა ეხა ბექა არის ბედნიერი, იმიტომ რომ მაგარ სიტუაციაში აი თუ რამეს ვამატებდე და ჩვენი მეგობარი ედმონდი აუ ეს ბრავო ნუ ეხა ეს უნდა წარმოვიდგინო ეს ეწიუდი ბარემ მაღაზიე ვართ და ეწიუძეც რომ მოკ კახას ეწიუდი ნუ ეხა ჩვენ პირველ მეორე კურსზე ძირითადად მაგით ვართ დაკავებულები და ნუ აი სიკვდილია მაგის გაკეთება, იმიტომ რომ არ მოგდის. ჩაიდანი ხარ, მწვანილი ხარ, ნაყინი ხარ, დადნი და ნუ არა, უფრო რთულ ამბებში ვართ. შენა კეთი. ზღაპარია. მაპატიე რა გაგაწყვეტინე ბაზრი არ მინდა დაახლოებით როგორი ამბავი გენიალური ისტორია იყო.
ჩვენი სამივეს მეგობარია და საქართველოს მეგობარი იყო ღმერთმა განაცხადა ტრისტან სარალიძე ეწიუდი გამაკეთებინეს რაღაცა სახში ხარო გოგოს ელოდებიო და ერთი ჩემი ის ადგაო გახსოვთ ეგ ისტორია არ მახსოვს ადგაო ესა და აკეთებს ეწევს და უცებ დაიწყო ესეო რა ეს და უყურებს რა რექტორი და რა შევიტრისთან და ვიშრაზე ჩავდივარ პატმანში აი ესეთ რაღაცებს გავალებენ რა ნუ ვინც გასაგებია საყარლესი ადამიანი ძალიან დაგვაკლდა ყველას ძალიან ესე მხვდებოდა ხოლმე სადა ჩერჩეტობ ესე ერთხელ ძალიან ისე შემხვდა როგორ ბრძანდები როგორ ახლა ბატონო ტრისთან ხო არ დაგავიწყდათ მიღენ მე თქვენ როგორ მხვდებით ხო სადა ჩერჩეტობ ეგეთი ვიყავი ნუ პატარა თქრიალა ეტიუდებზე ვარ აკეთებს ეტიუდს და ნუ აი მოაწყო ნუ რესტორანში ხდება მოქმედება ნუ გოგოს გამოაწყო კლასიკურად თვითონ ფრაკით ესე იგი მიმტანი არ მინდა რომ რაღაც არასწორად თქვა თეთრი იმითი რა ქვია და ნუ ძალიან კლასიკური მუსიკა სანთლები ნუ საოცარი ატმოსფეროა შექმნილი ესენი არიან საოცრად გამოიყურებიან ორივე ნუ როგორც ყვებიან თვითონ ხო და დაასხდნენ და მიდის საუბარი რას მიირთმევთ და რაღაცა და მოუტანეს ახლა მენიუ ხო და კახას ტექსტი რას მიირთმევთ და ნუ იქ მუსიკა რაღაცა ხო და ესე იგი 2 კატლეტი 2 პიურე და შამპანიური წარმოიდგინეთ ეხა რაღაც რესტორანში 2 კატლეტი 2 პიურე და შამპანიური რესტორანში რომ მივდივართ კახა 2 კატლეტი და 2 შამპანიური ხო არა ეს ძალიან ისეთი მაგარი რამეა რა მე მახსოვს ჩვენც ესე გვავალებდნენ ეტიდეს და ერთი ჯგუფელი მყავდა ეხლა არ მინდა თქვა გოგონა რა და ძალიან საყვარელი ადამიანი და თქვენ თვითონ მოიფიქრეთ ოღონდ უსულო საგანი უნდა იყოს ან ჩაიდანი მაგი და სავარძელი და ის გააკეთეთო რა ნუ ყველამ რაღაცა ვიწვალეთ და ეს დგას და ესე იყურება რა და უყურებთ ეხლა უნდა 10 წუთი ქონდა დუნ აკეთე დავივენე დუნ კიდე რა შეკიდე ზარივა ნუ ეს ისტორია მე საოცარი ამბავი ეს ხო ჩვენი მეგობარია რა და ბიძა ის იყო სტუმრად წასული უცხოეთში რა მისმა ბავშვებმა კაცმა და ყვება მე რომ ჩამოვიდა სოფელში ამბებს იქ დააყარა კაცო ფორმარელი ჩემაძმა კაცმა თევზი შოკოლადი შამპანური თევზი შოკოლადი რანაირად ზაგიჟები მარემ ჩემო პატა იმაზე საუბრობდით რა ქვია და მე ვიცი რომ შენ კულინარიასთანაც ახლოს ხარ ხეთი ხო? არა. არა მაგასაც თამაშობ ეს. დალაგებაში ვარ მაგარი, აი კულინარიასთან აი ჩავ. ანუ რომ მიირთმევენ მე ალაგე. კარგად ვალაგებ, აი ჩვეული აი შემს 4 სახს დავალაგებ. ისე გაცხოვირმა ქალმა რომ მომჭერი საქვეყნო თავი ისე მაინც მოგეტყუებინა და ჩვენ თვალ არა მე ტყუილები არ მიყვარს ერთ კერს საჭმელს არა ესე როგორ არ ვაკეთებ ახლა მაგრამ ნუ არ გამოვირჩევი არც მცალია რა სახო ნუ მათქმევი მე მივხვდი რატო დაგიწუნა ციალა არა არ ვიცი არა ვარ ეგეთი რა ციალა რატო დაგიწუნა უხდები მე უკვე შენი არაჩვეულებრივი შვილი რომ მოევლინა ამ ქვეყანას გიჟი გადარეული. ხო, მე ცოტა როგორც ხდება ხოლმე ფორმები წავიდა და ცოტა კიდე წასულია რა. აერობიკაზე. შეიძლება ისე კარგად ვერ მოვყვე, ბევრი დეტალი დამავიწყდა. მოკევი როგორც შეგიძლია. მოკლედ ჩემა დაქალმა უკეო უნდა გახდეო რა და მეც უკვე პიკში ვარ. ნუ კიდე საკმაოდ მოიმატე მახსოვს. არა, საკმაოდ არ მომიმატია. არა. ამ დროს უნდა თქვა კი. ხო და ნუ ეხაც მომატებული ვარ, მაგრამ ნუ რა ვქნა. გადასარევად გამოვიყურე. ხო და კაი მე უთხარი და გაგანია ზამთარია რა ჯანდაბა მინდოდა ხე წყალში. თან სპექტაკლები მაქვს ყველგან მღერი, არ უნდა გავცივდე და ნუ რა ჯანდაბა კაი ნუ ხო ეს წყალის შველის განსაკუთრებული. იქნებ ხო, ნუ ძალიან მაგარიაო, ჩამწერა და ჩავეწერე მოვემზადე ყველაფერი ქუდი, წყლის ქუდი, სათვალე რაღაცები რომ მეთქი იქ ცურვა არ და ავეწყე რასაც. ცურვა არ იცი? ცურვა ვიცი, მაგრამ ნუ ეხა 15 მეტრიანში ვერ ცურავ, მე შინია, ფეხი უნდა დავადო რა, ისე ვარ და
მე მივედი პუნქტუალური ვარ, ხა თლად ესე დამგვიანებელი ადრე ვიყავი, ხა აღარ ვარ და მივედი ეს ჩემი დაქალი აგვიანებს და გოგო ეხა გზაში ვარ საცობია და უკვე სულ 40 წუთიანია და მე ვთქვა რა აზრი აქვს 10 წუთი მაინც ჩავხტები მეუბნება ხო და დიდი ბასეინიაო და რო შეხვალო აქეთო პირდაპირ როგორც კი შეხვალ აქ ვარჯიშობთო ჩვენო და არ დაიბნეო პირდაპირო მიდიო და ჩახტიო და იციანო იმათმაო არავინ არაფერი არ იცის ჩავიცვი ეხა ეს კუპალნიკი უნდა გადაივლო და მე შეხვენა როგორც ხდება ეხა ხო და რო შევედი უზარმაზარი ბასეინია მართლაც და აქეთ ბევრი ხალხია ბავშვი ქალი კაცი ნუ რაღაცა ხო და ნუ ეხა მთლად მსუქნებიც არ არიან ეხა რა ეხა მაგხელაც არ ვიყავი მე რა და კაი მეთქი და ეს ქალი ჯოხით ხო მოდი შენ ახალი ხარ ხო ჩახტი ჩავხტი ეხა რა და გაურკვეველი ხალხი მოძრაობს ეხა რაღაცა ასაკობრივი ზღვარი არ არის გოგოები არ არიან მე მგონია რომ ეხა რაღაცა გოგოები ვარჯიშობენ და ჩაყვინთე ეს ქალი მეუნება ჩავყვინთე ეხა მეთქი ვუჯერებ ძალიან პატიოსანი ვარ რა მაგ საკითხი ყველაფერს ვიჯერებ ჩავყვინთე და ამოვედი და მე ვთხარი ასე იწება ეს ვარჯიში აბა როგორ ჩავყვინთე კიდე ეხა არ ვიცი ყვინთვა აზრზე არა ვარ ამოვყვინთე და ვიღაც ბიჭი გვერდზე ცურავს რა და მე საერთოდ გოგონა ესე ხდება აქ თავიდან და თან ესე უსმევს ხელებს ნაზად და თან ცურვა არ ვიცი ვარდები ამ წყალში არ მინდა მე მინდა რომ ვივარჯიშო მუსიკას სხვა რაღაცა მაქვს ნანახი ეს არა მაქვს ჩაყვინთვა ეხლა გაცურე და 50 მეტრიანი ბასეინია. აი ხა გადი ბოლომდე შვილო და გამოდი, გადმომიგდო რაღაცა ჯოხი. მეთქი ალბათ ეს არის აკვაერობიკა. გავდივარ, ჩავარდი, ამოვყვინთე, გამოვედი ვიღაცა ბუთქუნა ბავშვი და მეტაკა მეთქი მაკო, შენ რა გითხარი და იმის თავიც არა მაქვს იმდეს ჯოხით იმდეს მირტყავს რომ მითხრა რომ არ მინდა და თან ამოდიოდა და ესე იწყება ვარჯიში მეუბნები. დიახ, ძალიან კაცრი ქალი იყო და უკვე რო ვიხრჩობი, მე ვთხარი ძალიან დიდი ბოდიში ვთხარი. მე აკვაერობიკა არ მინდა, თქვენ აკვაზე ხართ მოსული, თქვენები იქით ვარჯიშობენ. აიმე, თქვენები იქით ვარჯიშობენ და იქ ამბავია და მე 10 კილო იქვე დავაგდე ნერვიულობით. ჩემი დაქალი რომ მოვიდა. კარგი ნაცემი. აი ნაცემი, მაგრა დამცინა ყველა. გადაუბო ვის ქონდა ვარჯი, იმის მე აღარ მივსვარ აკვაერობიკა. ოჯახური ცურვა იყო. ოჯახური ცურვა იყო და მე ჩაუხტი. დამაგვიანდა და ახალი ხარო რომ მკითხეს ხო მეთქი ახალი ვარ. ეგრევე ჩამაგდუა გალმად. კარგად, ნუ მოკლედ ყვინთვა ვისწავლე და ტონაში ვერ დავიწყე. შემოკეთე გინაცავი. მე მგონი რაღაცა ოქრო ხარ. იცი რა? შენ მე მითხარი რაღაცა პატარა ამბავი მაქვს შენთვისო და რა ამბავთან არის ხა მახსოვს ხო გახსოვს რომ ვიმღერეთო და რა სიურპრიზი ხო ნუ ხა ცოტა მწვენია ქალბატონი სოფიკოს მე ეს ვიმღეროს თბილისობას გამოვედი ეხლა კი არაჩვეულებრივი ქეთი გაბისიანთან ერთად ვიმუშავე არაჩვეულებრივი ბენდთან ერთად პაატა მაზანაშვილი და ასე შემდეგ მადლიერი ვარ, რომ ესეთ ხალხთან მომიწია რამოდენიმე დღის გატარება და პატარა ჩემებური ვერსია გავაკეთე და ნუ ჩვენთვის აუცილებლად მადლობა ქეთი გაბისიანს და ყველა იმ ადამიანს მადლობა ნამდვილად ვთხოვოთ მაშინ ბიჭებს და ვნახოთ ერთი რა იქნება და მე და ნიკოლოზიც იმედია რომ რაღაცას მოვაკეთოთ ყურადღებით მოგისმენთ აბა ქეთი გისმენთ Disti hobote, disti menege, živoša berane